გამოწყალე ექმენ მეუფეო შეწოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ რამე თუ მოწყალე და კაცთ მოყვარეთ ღმერთი ხარ და შენ დადიდებას აყვავლე მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწნამარადის და უკუნითი უკუნისამდე და ხუთათასნი განაწყენ შენვე აკურთხენ ფურნიცა ესე ხორბალი ღვინო და ზეთი და განამრავლენ ესენი წმინდასა მონასტერსა მას საქართველოსა და ყოველსა ქვეყანასა შენსა ზედა და მიმღებელნია მათგან სარწმუნოებით გასწმინდენ რამე თუ შენ ხარ რომელი აკურთხევ და გასწმენ ყოველდღე ისევ ჩვენო და შენ დადიდებას აყვავლენ და დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლადწმინდით სახიერით და წყვილს ყოფილით სულით შენითო აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე
ხალი და დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აცნამარადის გაუჩუნინი ამიტაც გამოხატავდა თავის დიდ რწმენას, თავის დიდ სიყვარულს ღვთისადმი
ეს არის ის წმინდა და წმინდა ადგილი, სადაც ვარძიის ღვთისმშობლის ხატით ამან მეფემ დალოცა თავისი ჯარი და გაისტუმრა მასიანის ველზე 400,000 წლის საწინააღმდეგო. ფერშიშველი ცრემლმორეული ამარი ლოცულობდა აი ამ წმინდა ადგილზე. თავისი ჯარის გამარჯვებისათვის და აბალმაც მისცაც ხელ. მასაც და მთელ საქართველოს. აი ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის ხელშია ყოველი ადამიანი და ძველი ერიც. კიდევ პირველ საუკუნეში ქართველმა ხალხმა აირჩია აი ეს გზა იმ დღიდან, როცა საქართველოში ღვთის გამგები, ღვთის ლოცვა კურთხევი ჩამოტანილი იყო ღვთი ღვთისმშობლისა იესო ქრისტეს. ღვთის ჩამოტანა საქართველოში არ იყო შემთხვევითი მოვლენა. არ იყო შემთხვევითი ისაც, რომ საქართველო გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედი. არ იყო შემთხვევითი ის, რომ მოციქულები გადაგებდნენ და მათ შორის ანდრიამი გველწოდებული სვიმონ პანუმენი. ეს ორი რჩეული მოციქული, ხორბლეთაგანი მოციქული. ერთი მათგანი მოციქული სვიმონ კანანელი განისვენებს ქართულ მიწაში. თქვენ იცით, რომ კაპადოკიაში ცხოვრობდა ქართველთა ტომი, როგორც ამბობენ მეცნიერები, აი ქართველთა ტომიდან წარმოდგებოდა წმინდა ნინო და მას ამოძრავებდა არა მარტო რწმენა და სიყვარული ღვთისადმი, არამედ სიყვარული თავისი ერისადმი, ქართველებისადმი. როცა მოდიოდა, თქვენ იცით, წმინდა ნინოს ცხოვრებიდან, მას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა და მას მისცა სიზმარში ჯვარი ვაზისა. და როცა გაიღვიძა წმინდა ნინო ხელში მართლაც ეჭირა ჯვარი ვაზის. ქრისტე თავისი სიყვარული, თავისი მოწალები ძალიან ახლობელი იყო ქართველ ადამიანს. ღმერთმა დააჯილდოვა, უხვად დააჯილდოვა ქართველი აი ეს მამები, რომელთაც აქ მოღვაწეობდნენ, ეს წმინდა მოწამეები, აი თუნდაც 100,000 მოწამე ჯალალედინის დროს რომ აზარეს ძირში 6,000 ვერი და მრავალი სხვა. ეს არის ზეციური მხედრობა, რომელიც იცავს საქართველოს. ეს არის ზეციური საქართველო, რომელიც მარველობს საქართველოს და ყოველ ქართველს. აი იმათი მარველობა და იმათი ლოცვა არ მოგაგო ღმერთმა და საქართველოს. ღმერთმა დაგლოცა, ღმერთმა გაგაძლიერო და ღმერთმა ინებოს ჩვენი და საქართველოს კურთხევა და სიცოცხლე. შენი უწყვეტესი სიცოცხლე დაჯამდება.
ასლს ვიღებ თქვენ. დუბლვეს ხო არ აკეთებს, მამა ხანდე აი ახლა ხო არ აკეთებს. არა აბა დაგაწეთელია. ყველა უჯერი ეგა. ქალების ის არ დაიცა დავინახო. არა, ყველა უჯერი. შემოbrunდი აქეთ ქალბატონ. მარინა. თამრიკო თან ეკა. მამა ეკ თამრიკო შენეფარები და. სახელით აუხლისათა უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთ. Ქრისტე ღმერთო აკურთ ხესაჭმელი და სასმელი მონოცა და მფერვალ ხამარჩენ ტრადიცია და ხარ ყოვლადიაც და მარადის და უბრუნჭა მისამდე. ამ დღეებში საქართველოს უძველეს მიწაზე მესხეთის მიწაზე წიდის სიხარული. ეს სიხარული გამოწვეულია ჩვენი დიდებული ერის წარმომადგენლების მისი უწმინდესობის და უნეტარესობის მოვლენებით ხეში და იმ დიდი მოვალეობის ასრულებით, რომელიც მას აქვს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ბედნიერი იყოს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც თქვენ ერთად სინდისო შენთვის სიფრთხილე სუღელაფერი მოფილა სიცოცხლე შენი ციცი აქ რახან მოფილა წყარამსა წუთი სოფლისას ანათებს სხივი ფოფინა ნეტავი ერთხელ ყოველი წვრილ-წვრილად მამბობინა ხილული ესე ყოფილი თითქოს არც არა ყოფილა ნეტავ მას ვინაც არ ყოფნას ყოფნის ნათელი ყოფილა გაიზიარა ჩვენმა ბევრმა სტუმარმა და მინდა ყველა ერთად ვაბრეწებო. ყავს სტუმრები თბილისიდან, ჩვენ დედაქალაქიდან. მეგზელობა ყველასი და ყველა საქართველოში ორი კაცი სამოქის. ბატონი შენობა და ბატონი ილიას ამადოვი. წარმომადგენლობის უცხოელი. მეგზელობა მისურვებია ყველას.
ჩვენი ისტორია, ჩვენი დიდი სულიერობა, ჩვენი დიდი სასწაულოება. აი იმ დროს როცა მრავალმა დაივიწყა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როცა მრავალი განუდგამდნენ, მე ვიცი რომ აი ამ ტაძარში მიდიოდა ლოცვა და თქვენ მე ვიცი რომ მიკრიფებით და ლოცულობ. ეს ძალიან მახარებს მე და ღვთის წყალობა და ღვთის მურწება მოგაკლოთ მამას ეციან. რამდენი უბედურება გამოუკლია ამ კუთხეს, რამდენი გაჭირვება. მე დიდი მამულებით მინდა ვაროთ ის ლოცვა, ის უყურვალი ლოცვა, რასაც გახედა ნამდვილად სასიამოვნო და სასიხარულო ჩვენ ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქრისტეს ძალა, სარწმუნოება და სიყვარული ისევ ცოცხალია ჩვენს გულში. ეცნები გარემობა გესმედა სახელი და ვლისა და ვერეოდი მათ არა მოხდე არამედ ცხონდე და გამწვდე საქმენი უხლისური საქართველოში გადაგებდნენ წმინდა მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანი და წმინდა ნინო ზული ხორცით ქართველი წარმოშობილი კურთხეული კაპადოკიიდან იმ ადგილიდან საიდანაც იყო წმინდა გიორგი წამოვიდა შორეულ ქვეყანაში საქართველოში რომ ეხადაგა ქრისტეს სახარება ეს ყველაფერი არ არის შემთხვევით აი ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ საქართველო იყო ღვთის მიერ დალოცვილი და არის ღვთის მიერ დალოცვილი მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ის ლოცვა გვქონდეს უფალი მიდის ყოველ ადამიანს და ეუბნება უფალს არაფერი არ სჭირდება ჩვენგან მას არ სჭირდება არ ჩვენი სიმდიდრე არ ჩვენი სილამაზე არაფერი არ სჭირდება ყველაფერი მისი უფალი ეუბნება ყოველ ადამიანს და ბედნიერია ის
დაიდღეს როცა ჩვენ ვამბობთ იმის შესახებ რომ უნდა მოხდეს გარდა და ჩვენი ეკლესია აქტიურად უჭერს ხარს გარდაქმნას მე უნდა მოგახსენოთ რომ თავარი ის არის რომ მოხდეს შინაგანი გარდაქმნა ადამიანის ადამიანი თუ შინაგანად არ გარდაიქმნება ეს ყველაფერი იქნება ზედაპირული და აი ქრისტიანულ სარწმუნოებაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გულის კულტურას აი რაც არსებობს ეს არის ლოცვა თუ მარხვა ეს ყველაფერი სულიერ განწმენდას ეხმარება ღმერთმა გაგაძლიეროს ღმერთმა დააძლიეროს და დალოცოს ჩვენი სამყაროები საქართველოში თქვენი ჭირი ძალიან კარგად, ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვები კულტურულად იზრდებიან, ჩვენს კულტურული კეთილმოწყობილი სახლები გვაქვს, ცეცხილ ვაშენებ, ბავშვებიც გაშენდნენ. თავარია ღმერთი არ დაივიწყე. ღმერთს არ დაივიწყებ, იმის მოხმარებით ყველს რო გვინათლებს ეს ამ ბუნებას, ყველაფერს გვაძლევს ღმერთია, ღმერთს არ დაივიწყებ, მადლობელია. დარიგებისა. უწმიდესო ერთი მინდა რომ და მოიწვის მე კიდიათა ბანკი მე ძალიან ჭკუაში მისდება ისა. თქვენ სამიგებენებიათ ეს ყველა დარგში უნდა არის ამბავი და რა თქმა უნდა ერთი არის ყველაზე რეალური გზა ნათლული გზა ჩვენ უწმიდესო ჩავდადა აჭარაში ეს პროცესი ძალიან გაიძინა ძალიან ფართოდ წავიდა 200-მდე აი მარტო ერთ ნათლობაზე 200-მდე კაცი მოიგო აჭარაში და უნდა მოგავცემოთ რომ არც ისე ადვილად არის ეს პროცესი ეს უკვე გამიდი უწმიდესო ეს იყო რაღაც მოულოდნელი იმისთვის ნათლიები არ ყავდა მე გამოაცხადე რომ ვისაც არ აყავთ ნათლიები მე თვითონ ვიქნები ნათლიერები და აბა ამის ნათლიებს აგზავნით აქ იყო ეგრეთ წოდებული კარუსი გავაკეთე. მაშინ უზომიარი იყო და ექსპლოდატების დიდი უმრავლესობა და იქიდან არის დასჩენილი და მათ შორის ეს მასოვის ეს იხსნება? აბა ქართველები ხარ?
ქართული ყველა მიცით? ყველანი კარგები ვარ, თქვი. ნაჩვენები დინამიკა. როგორ იქნება? 90 წლამდე. დროს 90 წელი. პერსპექტიული. ეს მოწინავეები არიან. ოციოდე წლის წინათ ჩვენი ამირანის გორის ფერდობზე გათხრები აწარმოეს და აღმოჩნდა სხვადასხვა ჩონჩხი, ძვალი და სხვა. რითაც დადასტურდა, რომ ესენი იყო ბეჰემოტების, მამონტების, გიგანტური ირმებისა და დღევანდელი ცხენის იპერიონის ძვლები. ეს ის დრო იყო, როცა კავკასიონის მთაგრეხილი არ არსებობდა და ჩვენი ტერიტორია ზღვის ფსკერი იყო. უძველესი დროა, უძველესი გეოლოგიური დრო. აქ არიან
აკაკი წერეთელი და გაბრიელ სუნდუკიანი, რომელთა მეგობრობა სამაგალითო იყო. საინტერესოა, რომ აკაკი წერეთელს როგორც მოგეხსენებათ, არც ერთი ქართველი კაცს ეს თქონის არ აქვს მიზული. თუ ისმეზე რამე დაუწერია, დაუცინავს რაღაც ისეთი, რომ გაუკეცავს. მაგრამ გაბრიელ სუნდუკიანს 5 ლექსით მიმართა მან. რაც მეგობრობისას საჭირო იყო, ის გააკეთა მან და ერთ-ერთში ამბობს არა, რომ შენ ქართველი ხარ და მე სომეხი, მაგრამ ძმები ვართ ერთმანეთისა, ორივე შვილი ერთი მიწოწყლის, ერთი მიდამოსი და ერთი მთისა. დიახ. მე მინდა განსაკუთრებით მივმართო ამ სოფლის მაცხოვრებლებს, სოფელ ყუმურდოს მაცხოვრებლებს. ეს ტაძარი არის ბრწყინვალე ძეგლი, ქართული ძეგლი. ეს არის დიდი ჩვენი ეროვნული კულტურის საგანძური და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძეგლთა დაცვა, კულტურის სამინისტრო, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ეკლესიაც დიდ ყურადღებას მიაქცევს ამ ტაძარს და დადგება ის კურთხეული დღე, როცა ეს თლად აღდგენილი იქნება და წირვალოცვა იქნება ამასთან. ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა დალოცოს ქართველი და სომეხი ხალხის ძმობა და მეგობრობა.
150 წელი თათრების ხელში იყო ეს ყველაფერი, რაც შემორჩა და რაც ნახეს. Amasa aklo. Amasa zumuri da. Aysa. Romanı nasıllar? Tamam fakultet. Ეხლა რასაკეთებ დრასამუშავებელს? შეგეთ გავოსწრებ. შენ რასაკეთებ? ის კიდე რაც გადატოვეთ, თქვენი გაასწორეთ, გამოვიდეთ და აღდგენა. აი სპეციალისტები. რა ნახეთ ამ ჯულიანი წარწერა რა ფერი? ფენი ის მჭირდება, დახმარება. ვერავდივარ გეშინი, ჩამოწივით, ჩაკლაკებით გეშინი. არა, გადაწყვეტილი ქონდა რომ გაგვეწმინდა თანაც. გადაწყვეტილი კი გვაქვს. ვირიკეც ვეძახით, რა ვიცი, ვისა. ამ ფრენელები ზეროს ეძახით? არა, ჩაკლაკებს ვეძახით. Წმინდა ღმერთო, წმინდა ძლიერო, წმინდა უგდო შევიწყალე. წმინდა ღმერთო, წმინდა ძლიერო, წმინდა უგდო შევიწყალენ ჩვენ. ყოვლად წმინდო სამებაო შევიწყალენ ჩვენ. უფალო გვიხსენ და გვილხინეთ ცოდვათა ჩვენთან. მეუფეო შეგვინდე უსჯულოვანი ჩვენი. წმინდა მოიხილე და განკურნე უგურევანი ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის სახელისა Poetis supeva shen, ihav neva shen, vitarca cata shina, eres akvemana sazeda,
ომის ჩვენი არსობისა, მოგეთ ჩვენ დღეს და მომიდევეთ ჩვენ თანანადები ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუღებთ თანამდებთა მარჯვენთან და შემიყვანეთ ჩვენგან სასწრებსა, არამედ მისცემთ ჩვენ ხორცს. ყველარბოს რაიონია ეს. კარგი ხორცს, კარგი მწარმოებელი რაიონია ძლიერ. ექვსი სული ყავთ. სვირტეხა. 13 ჩავდარჩები თამაღამ აქა? ჯესვაბ. ირა ჩავაბარ შევია ქარაბა და მათ ხომ დაჭამა. იმას უნდა რაღაცას კიდე სახელმწიფო წმენა და რას ნიშნავს სიყვარული. ქრისტიანი ადამიანი, მორწმუნე ადამიანი მოსიყვარულეც უნდა იყოს. მარტო ის კი არ არის, რომ ადამიანმა ჭამას, სვას, თვითონ მოიხვეჭოს, თვითონ ესე იგი მხოლოდ თავის ოჯახს მოუტანოს, არამედ სხვასაც უნდა შეხედოს. აი თქვენ ახლა აქ დიდი სოფელი თქვენ უნდა იცოდეთ, რომ უჭირს თუ არ არის და თუ უჭირს, ყველანი უნდა მიხვიდეთ დასახმარებლად. მე როგორც ვიცი, აქ ასეთი ქართველები ცხოვრობენ, სომხები ცხოვრობენ და მთელი 10 წლების მანძილზე თქვენ როგორც ძმები, როგორც მეგობრები ისე ცხოვრობთ და აი ამ ძმობას და ამ მეგობრობას თქვენ უნდა გავუქმოთ. 60 წლის დადუმებული ვარძია გუში ამეთქვა გუში 60 წლის შემდეგ გუში დაერეკა საერთოდ აი თქვენ გაგებული გეცნებათ ალბათ რომ იქ იყო ქართველი მოძღვარი რომელიც იყო დეპიტან და მოამეს აი იმის შემდეგ იქ ზარი აღარ დაეკილა და იქ ცილვამა შესრულებულა და აი გუში შესრულდა ხის მანდ პირველი წინა და ჩვენ მელოდებით რომ არ მოკლეთ
ხალხი უკვე მომქმედი გახდება ვაქცია და მუდმივად იქნება ცეკვავება. ამიტომ და მე დარწმუნებული ვარ რომ მომავალში ეს ტაძარი სხვა ტაძრებით მომქმედი იქნება და თქვენ გექნებათ ყოველ შაბათ-კვირას იყვნენ სამდენისგან ილოცოს იქნებსა და ღმერთი უფრო მეტ წყალობას მოგცემ, უფრო ბედნიერი იქნება თქვენი ოჯახებით, თქვენ თვითონაც ბედნიერი იქნება, თქვენი შვილებით, რომ მომავლისთვის თქვენი Petrech malac. Ajek. Esa modeli ყოფილა. Petrech malac. ესე იგი ამენა ხელზე ერთადაც ხოსე ქართველი ხარ შენ თუ სომეხი? არა ისე სომეხი. სომხები ვართ, მაგრამ ქართულად ვიცი. ხო ძალიან კარგი. ხოსე არ გავიცი. აზარბეცი აშოინი ბანა ხოსე საერთოდ ხოსე. ხო, თქვა რამე და ეს თურქული საიდან ის? როგორ? თურქული საიდან ის? თურქული მოდის ვიცით რომ არ ჩვენ არ ვიცით. ქართული არის. არა, ისინი არა, ეს ხურგუმე კარგად ზანდება.
რაგვარები ბრძანდი. მე მოგოლაფება, ბორჯომიდან. ქალაქიდან. ერთმა დაგლოცოთ, გაგახარო. მადლობა. ცოცხლები. ძალიან კარგია მეგობრული ურთიერთობა ქართველებსა და სომხებში. თქვენა გათხოვილები ბრძანდით. კარგი სოფელია რა? ძალიან კარგი. ხო არაფერი გაქვს? არაფერი. ალმახითა ზოგი მულება იძინესო მე ჯავახეთ რამე ჭირდა კალმა იდგა ზესავითა კალმახი და ქერისპური მიყარა ზესავითა ეს რაიონი მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ კარგად იცით, რომ სამცხე ჯავახეთი იყო ჩვენი რწმენის და ჩვენი კულტურის საკვარი.